გამარჯობა ჩემო მეგობრებო, დღეს ერთმა ჩემმა მეგობარმა დამირეკა და ახალგაზრდა ძალიან განათლებული კარგი შვილი ყავს და ესეთ რაღაცას მიყვება, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ასაკმა მოუწიაო და დაუძახესო და უარზე არისო, რომ წავიდესო. და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დაგალაპარაკო, გაგასაუბრო და კარგი მეუთხარი მასაუბრე. და შედგა ჩვენ შორის საუბარი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ საოცრად განათლებული და კარგი კაცია და მეუბნება ასეთ რაღაცას, რომ მეო მესმისო, ჩემი სამოქალაქო ვალდებულებები და მესმისო, ჩემი ვალიო, ჩემი სამშობლოს წინაშეო, მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში იმყოფება ძალაო, რომელიც მე მიძახისო იმისთვის, რომ ვალი მოვიხადო სამშობლოს წინაშეო და ამ ხელისუფლების წარმომადგენელი არც ერთი მათგანის შვილი, რომელიც ჩემი ასაკის არისო და ვიცნობო მე ამ ხალხს, ასე ვიტყვი. არ მიდის იმავე გზითო და არ იხდის სავალდებულო წესით თავის მოქალაქეობრივ ვალდებულებასო სახელმწიფოს წინაშეო. ამ შემთხვევაშიო მეო ვარ თუ არაო სწორიო, რომ მოვითხოვო, ჯერო ისწავიდეს პირველიო და მომცეს მაგალითიო, როგორც ხელისუფლებაში მყოფის შვილმაო და მერე მიუყვე და მერე წავიდე და მერე ვიმსახურო მეცო იქო მეო და მოვიხადო ვალიო. თუ კანონიო ყველასთვისო ერთი არისო, რატო უნდა განმასხვაოს მეოს ჩემი ვალდებულებების მიხედვითო ქვეყნისთვისო და რატო უნდა იყოსო ისო წასულიო ამერიკაშიო და მე მის მაგივრად და დამატებით ჩემ მაგივრადაცო რატო უნდა ხურიდე ოფლსო იქო, სადაც მე მართლაც მიწევს და ვალდებულიც ვარ ოფლი დავუარავო რა. თქვენ წარმოვიდგინეთ, ხო, მე ვერ ვნახე არგუმენტი, რომელიც აი ამ ახალგაზრდა კაცის ენთუზიაზმს გააღვივებდა და ეტყოდა, რომ აი მე რა ისინი ასე რომ იქცევიან, შენ მაინც უნდა წახვიდე იქ და უნდა იმსახურო და შენი წილივალი მოიხადო. არა, ის მე მეუბნება ესეთ რაღაცას, რომ მე მზად ვარ ეს გავაკეთო. მაგრამ მე არ მინდა ვიყო შერჩევითობის მსხვერპლი. მე არ მინდა ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც მემთხოვენ სისხლის მიერ ვალდებულებებს ჩემი საზოგადოების წინაშე და ხელისუფლების წარმომადგენლები თავის შვილებს მალავენ. უძლურია ლოგიკა, გეუბნებით რა, ნუ რავინ უდადგება და ნუ რავინ უეტყვის იმ კაცს, რომ არა რა, წადი და მის მაგივრად დაღვარეს ის. აგერ არ ვიყავი ჯარში. სავალდებულო ჯარში კი არა, პროფესიონალურ არმიაში ვიმსახურე 10 წელი ომის მონაწილე ვარ და ისე უსამართლოდ გამომაგდეს იქიდან კაციშვილს არაფერი არ ვთქვი, როგორც სხვა დანარჩენი 3000 ვეტერანი. რა უნდა უთხრა ახლა მე ამას? წავიდეს ივანიშვილის შვილიო, წავიდეს სესიაშვილის შვილიო, წავიდეს იმ გოგაშვილის შვილიო, წავიდეს იმ დღევანდელი პრემიერ-მინისტრის შვილი, ვინც არისო, ქოჩორატი პირველარის კობახიძე, ხარიბაშვილის შვილი ჩამოიყვანონ და წავიდესო უცხოეთიდან და მერე წავალ, მეო რა პრობლემა არისო. მე დავინახო, რომ მე მაგალითი მომცენ ამგენმაო რა. და იცი რა არის, გულახდილად გეუბნებით ამას რა. აი ისრაელის მაგალითი აიღეთ რა. ხალხი პრემიერ-მინისტრი იქნება, მინისტრი იქნება, თავდაცვის მინისტრი იქნება, ჯარში და სავალდებულო იმაში კი არა, ომში უშვებენ შვილებს. და რამდენი იქ იღუპება ქვეყნის გულისთვის. და ასე აძლევენ მაგალითს თავის საზოგადოებას, იქ სავალდებულო ჯარზე ზედმეტია ლაპარაკი, იქ ქალები დადიან საერთოდ ჯარში. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ისე დავეცეთ ჩვენ ქალები ვატაროთ ჩვენ ჯარში, მაგრამ ელემენტარული ბიჭო, თანამდებობის პირი რო ხარ, 10 მაგად და 20 მაგად უფრო მოგეთხოვება შენ. პასუხისმგებლობა შენი ერის და საზოგადოების წინაშე, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს. აბა მარტო შენ მოქალაქეს თუ თხოვ, შენი ქვეყნის დაცვას და ეკლებიან გზაზე სიარულს და შენ შვილს მალავ, აბა რისი სახელმწიფოებრივი მოღვაწე ხარ და რა სახელმწიფო მოხელე ხარ მაშინ. ხო და ეხება ახლა ეს ივანიშვილის შვილებს, ემის შვილებს, რა ქვია, ღარიბაშვილის შვილებს, ჩიჩილაკას შვილებს და ყველაფერს რა. ჩამოიყვანეთ ბიძია თქვენი ბოზი შვილები და გაუშვით ჯარში და დაანახეთ ამ ახალგაზრდებს, სადაც თხოვთ იქ წასვლას. აი ესაა სწორი მაგალითი. აი ამ ლოგიკით გიდგებოდნენ თქვენ ის გირჩები და მირჩები. და ეს გჭირდებოდა თქვენ, იმიტომ რომ თქვენი შვილებიც მერე იმ წევრებად ყავდათ გახდილი იმ ორგანიზაციების, რომლებსაც ჯარში არ უშვებდით. საბოლოოდ მაინც ქოლგა გინდოდათ ყველას.
აი ეს არის კლასიკური ხაზი იმისი თუ როგორი ხელისუფლება არ უნდა გყავდეს. всё, აი მე მაგალითად ხო? აი ამ ახალგაზრდა კაცთან მიმართებაში სრულიად განიარაღებული დავრჩი. მართალია ის რა, საერთოდ ნებისმიერი საზოგადოება და საზოგადოებრივი ღირებულებები და ფასეულობები იქნება თანასწორობაზე. თუ თანასწორობა არ არის ერში და საზოგადოებაში, თუ არის განსხვავება, შერჩევა, რაღაცით ვიღაცაზე ზევიდან ყურება, ეს არ გაათანაბრებს და არ გაუკეთებს ბალანსს საზოგადოებრივ ინტერესს. ამიტომ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, ჩვენ შვილებს რო უშვებენ იქ, სადაც მისი შვილების გაშვება არ უნდათ, რამდენად სახელმწიფოებრივია ეს ყველაფერი და მოვითხოვოთ საჯაროდ რა, ამათმა შვილებმაც იმსახურონ ჯარში. მე დარწმუნებული ვარ, ამათი შვილები იმ ფორმაში არ იქნებიან იქ თუ ოდესმე მოუწია კობახიძის შვილს, ივანიშვილის შვილს და ამ ნაბიჭვრების შვილს ჯარში წასვლა, როგორც რიგით ადამიანებს ამყოფებენ, მაგრამ მაინც რა ეს არის და გულსატკენია თუ არა რამდენი კვდება იქ ჯარში რო ცალკე პრობლემებია და იარაღები უვარდებათ და სწავლებები ნორმალურად არ ტარდება და თავდაცვის უნარიანობის გარდა იქ ყველაფერს სწავლობენ ახალგაზრდა ხალხი ხო? ეს ფაქტია ეს, მაგრამ ეს მათი ბრალეულობა არაა, ესა თვითონ იმ სისტემის ბრალი, რომელიც ამ ხელისუფლებამ მოიყვანა იქ და დასვა იქ. და მაგაზე მე ბევრჯერ მილაპარაკია თუ არა, ადამიანი საერთოდ გაჭირვებაში რო ხვდები, გარკვეულ გამოცდილებას იგროვებ, გინდა ჯარში, გინდა ციხეში, გინდა სადაც გინდა ემიგრაციაში თუ გინდა სადაც სხვაგან. მაგრამ ცუდი რა არის, წი როცა სახელმწიფოში ხარ და სახელმწიფოს სამსახურის ყველაზე რთულ ფორმას იღებ ვალდებულების წესით და ამ რთულ ვალდებულების ფორმაში ვერ უყურებ შენ იმ ადამიანის შვილებს, რომლებსაც ესე ევალდებულებათ როგორც შენ, ეს უკვე იწევს სახელმწიფოს ნგრევას. ამის თქვა მინდა მე.